მეორე დღეა საგამოფენო სივრცე ექსპო ჯორჯიაში. შევსებულია ამჯერად ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენის მასპინძლობით ექსპოში სხვადასხვა მიმართულებით გამოფენებით მისმა გუნდმა წლებია საქმიანი საზოგადოება გაგვანებიურა, თუმცა ლოგისტიკის გამოფენა წელს პირველად არის და ამ შემთხვევაში ის საკონსულტაციო კომპანია სავის თანაორგანიზებით და TBC-ის მხარდაჭერით ტარდება. ორი დღეა BMG-ის რეპორტიორები ადგილზე ან მონაცვლეობით ერთად სხვადასხვა თემებს და ამბებს აგროვებენ ჩვენი საქმიანი მაყურებლებისთვის და ვუზიარებთ და გამონაკლისი ამ შემთხვევაში არ აღმოჩნდა დღეს რუბრიკა ბიზნესის 360 გრადუსით წამყვანი და ჩემი პარტნიორი პარასკევ დღეს მარიამ ქოიავა მათ მთლად ადგილიდან გადაწყვიტეს ამბების მოყოლა. სწორედ მარიამ ქოიავა გვერდება ახლა, რომელიც ორმაგად მასპინძელია, როგორც მოგახსენეთ რუბრიკის წამყვანი და იმავდროულად ლოგისტიკის გამოფენის თანაორგანიზატორი. მე მას მივესალმები, დილამშვიდობისა მარიამ. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება ეს ამპლუა, რომელთაც შენ ხარ წარმოდგენილი. ნათიასთან და რესანთან ერთად მინდა მოგილოცოთ პირველ რიგში ის, რაც თქვენ და რესან ქიქავას გუნდმა ერთობლივად დასტარტეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის და მცირედით გაგვიზიარე ის მონაგარი არასრული ორდღიანისა, რაც უკვე გვაქვს ექსპო ჯორჯიაში ლოგისტიკის გამოფენის სახით. გისმენთ ყურადღებით. დიდი მადლობა გიორგი. მივესალმები ჩვენ საქმიან მაყურებელს. ძალიან სწორად აღნიშნე, რომ ლოგისტიკის გამოფენა, რომელიც პირველად ტარდება ამ მასშტაბით საქართველოში, გუშინ დაიწყო და პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტარტი ძალიან კარგი ჰქონდა. ჰქონდა სრული შემადგენლობით წარმოდგენილი 50-ზე მეტი საკმაოდ წარმატებული ქართული კომპანია და არა მარტო, რომლებიც მოღვაწეობენ უკვე წლები ამ სფეროში. გამოფენა იყო ძალიან დატვირთული როგორც ვიზიტორების კუთხით, ასევე ფორუმის კუთხით. ძალიან ბევრი საინტერესო რამ გაჟღერდა ამ გამოფენის ფარგლებში, რამაც კიდევ მეტად დაგვარწმუნა თუ რატომ ზოგადად ეს სექტორი არის დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სექტორი შემდგომი განვითარების და საინვესტიციო კუთხით. სწორედ ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ ლოგისტიკის მიმართულებას კიდევ ერთი მეოთხე გადაცემა დავუთმოთ ბიზნესის 360 გრადუსის ფარგლებში და დღეს სწორედ განვიხილავთ იმას თუ რა შედეგები ჰქონდა პირველ დღეს, რას ველოდებით გამოფენის მეორე, ანუ დღევანდელი დღისგან და რა არის ის მთავარი მიგნებები, რასაც გუშინ გავეცანით როგორც ფორუმის, ასევე ჩვენი გამოფენების მეშვეობით. გიერთდებით სტუმრებთან ერთად რესან ქიქავა ექსპო ჯორჯიას დირექტორი და ნათია გოლიაძე სავის დირექტორი არიან დღეს ჩვენთან ერთად გამოფენაზე. პირველ რიგში მინდა მივმართო რესანს. რესან, როგორი შედეგი ჰქონდა გამოფენის პირველ დღეს თქვენი აზრით? პრინციპში თქვენ ახსენეთ უკვე, რომ ძალიან წარმატებული იყო პირველი დღე, არ ველოდით, იმიტომ რომ ნერვიულობდით ძალიან. ეს პირველი გამოშვება ყოველთვის რთული არის, სტარტაპი არის და ნერვიულობდით, თუმცა ისეთი უკავშირი მივიღეთ მონაწილეების მხრიდან, რომ პრინციპში ცოტა დამშვიდით ახლა, მაგრამ წინ არის მეორე დღე. წინ არის ძალიან ბევრი საინტერესო განხილვა, ძალიან ბევრი თემა ისეთი, რომელიც აქტუალურია ინდუსტრიისთვის. და ასევე აქტიურობა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს პროექტი მაინც საბოლოოდ წარმატებულად ჩაითვალოს. ჩვენ ძირითადად ვაფასებთ ჩვენ წარმატებას უნებრივია მონაწილეების მხრიდან უკავშირით. და უკავშირია ერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, ერთ-ერთმა მონაწილემ გუშინ გითხრა, რომ ერთ დღეში შევძელი უფრო მეტი ბიზნეს კონტაქტის დამყარება, ვიდრე 6 თვის ჩვენი ოპერირების პერიოდშიო და რა თქმა უნდა ეს არის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, დაფასებაც და ყველაზე სასიამოვნო ფაქტი, რაც შეიძლება ჩვენ ვთქვათ მივიღოთ ამ გამოფენიდან როგორც შედეგი. მაგრამ რა თქმა უნდა ასევე არის ის საინტერესო კოლაბორაცია, ის რაღაც ერთობლივი მოქმედებების დაგეგმვა იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც არსებობს ინდუსტრიისთვის და იმ შესაძლებლობების გამოსაყენებლად, რომელიც აქვს პოტენციალი ამ ინდუსტრიას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კუთხითაც ეს გამოფენა და ეს ფორუმი განსაკუთრებული იქნება. დიდი მადლობა რესან. აქვე დავამატებ, რომ ფორუმის ფარგლებში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ გაჟღერდა დარგის შემდგომი განვითარების ნაწილში. წარმოდგენილები იყვნენ სხვადასხვა პორტებიდან სტუმრები, მაღალი დონის სპიკერები, სადაც გაჟღერდა, რომ დარგს აქვს განვითარების პერსპექტივა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებით რაც ხდება დღეს ირან-ისრაელის კონფლიქტიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს შუადარაფნის
ფარგლებში კიდევ დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობები შეექმნა იმისათვის, რომ მეტ ტვირთბრუნვას მოემსახუროს. რესან, ისევ მინდა თქვენ დაგიბრუნდეთ კითხვით, რა ტენდენციები ჟღერდებოდა კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჩვენი დაგეგმილი ვერანაირად ვერ იქნებოდა, მაგრამ კიდევ უფრო აქტუალურ დროს დაემთხვა ამ გამოფენისა და ფორუმის მოწყობა იმ კუთხით, რომ ისევ როგორც 2 წლის წინ რუსეთი-უკრაინის ომის შედეგად საქართველო უცებ აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში ლოგისტიკის მხრივ და მოთხოვნად, ესე რომ ვთქვათ, გამტარ ერთ-ერთ გზად. შესაძლებელია, რომ იგივე ფაქტთან კონდეს ახლაც საქმე. როგორ აფასებთ ამ განვითარებას და რა მოისმინეთ საინტერესო დისკუსიების მხრივ გამოფენაზე გუშინ პირველ დღეს? დიახ, როგორც მოგახსენეთ, ძალიან საინტერესო დისკუსიები შედგა, პანელური და გამოიკვეთა ის საჭიროებები, რომელიც არსებობს ამ ინდუსტრიაში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის ინფრასტრუქტურა და ეს არის ამ ჯაჭვზე გამართული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს როგორც პორტის განვითარებას, ეს იქნება ღრმაწლოვანი ახალი პორტი თუ იქნება ფოთის პორტის განვითარებას, რკინიგზის მიმართულება, ასევე ტერმინალების აქ არის ეს სრული, ასე ვთქვათ, ეკოსისტემის გაუმჯობესებაზე საუბარი, იმიტომ რომ როგორც თქვენ ძანეთ, როგორც კი შეიქმნება რაღაც შესაძლებლობა ჩვენთვის, ვთქვათ, იყო ჩრდილოეთ დერეფნის პრობლემა, აქამდე ახლა სამხრეთ დერეფანიც უკვე ახალი განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ემატება და აქედან გამომდინარე ჩვენ მაქსიმალურად მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ შევძლოთ ამ შესაძლებლობების გამოყენება. მეორე ფაქტორი იყო კადრებთან დაკავშირებით, ასევე ნახსენები, რაც უმნიშვნელოვანესია და აქ ქათმის და კვერცხის პრინციპია ცოტა, იმიტომ რომ ჩვენ თუ ინვესტიციები არ განვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში და თუ არ გავზარდეთ ის მოცულობები, რომელიც ქვეყანას შეუძლია, რომ პრინციპში თავის თავზე აიღოს, ვერ შევძლებთ იმ ანაზღაურების შეთავაზებას ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, რომ დარჩენ ქვეყანაში და იმუშაონ ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ინვესტიციები და განსაკუთრებით FDI ამ მიმართულებით და სწორედ ამაზე იყო ძირითადად საუბარი, იყო იქ რეგულაციების საკითხი, რომელიც ვთქვათ, პრობლემურია და რაღაც გადაწყვეტას მოითხოვს, რა თქმა უნდა, ასევე ტექნოლოგიების საკითხი, რომ ტექნოლოგიურადაც ჩვენ პრინციპში ჩამოვრჩებით, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყნებსაც რიგ შემთხვევაში და ყველა ამ საკითხზე აი რისი გაკეთება არის შესაძლებელი ერთობლივი ძალებით და რა თქმა უნდა სახელმწიფოს როლზეც და სახელმწიფოს და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის შესახებ. დიდი მადლობა. ნათია, დღეს გამოფენის ფარგლებში და ფორუმის ფარგლებში თქვენ გაქვთ პრეზენტაცია. მოდით გავაცნოთ ძალიან მოკლედ ჩვენს მსმენელს, რას მიიღებენ ისინი დღეს აი ამ თქვენს მოხსენებაზე დასწრების შედეგად. მოგესალმებით ყველას. დღეს შევეცდებით, რომ ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინდუსტრია უკვე კერძო სექტორის თვალით დავინახოთ, ვისაუბროთ იმ ინვესტიციებზე, დაფინანსების შესაძლებლობებზე, რაც ამ ინდუსტრიაში ხდება და ასევე რამდენად მყისიერად ახერხებენ კომპანიები, რომ ყველა ეს შესაძლებლობა თარგმნონ მათ ფინანსურ მაჩვენებლებში, როგორია მათი მარჟები და როგორ იცვლება ეს მარჟები ბოლო წლების განმავლობაში. დიდი მადლობა ნათია. აქვე ორ საინტერესო რიცხვს დავასახელებთ, რაც გუშინ პანელური დისკუსიისას ჩვენი სტუმრებისგან და სპიკერებისგან მივიღეთ. ერთ-ერთი არის ის, რომ იმპორტირებული კონტეინერების 70%-ის მოხმარება და გადანაწილება ჯერ კიდევ თბილისზე ხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისი ლოგისტიკის მიმართულებით კლავ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრია, როდესაც ჩვენ საუბრობთ საქართველოს შიგნით მიზიდულობაზე. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რამ, როდესაც შუა დერეფნის პერსპექტივას განვიხილავდით, გაჟღერდა ესეთი პროცენტი, რაც არის 80% საქართველოში იმპორტირებული კონტეინერები უკან 80%-ით ცარიელი მიდის. რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტის კუთხით მოგეხსენებათ ჩვენ ძლიერი პოზიციები ამ ეტაპზე ჯერჯერობით სამწუხაროდ არ გვაქვს ქვეყნის შიგნით, მაგრამ გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივა და პოტენციალი იმისათვის, რომ სწორედ ცენტრალური აზიიდან შევავსოთ ეს დეფიციტური ტვირთი იმისათვის, რომ ლოგისტიკის კუთხით ძალიან კარგი პირობები გქონდეს როგორც ჩვენს მეწარმეებს, ასევე ლოგისტიკის სერვისების მიმართულებით გადამუშავებული შემოსავალი უფრო მეტი ნახოს ქვეყანამ. ამიტომ მგონია, რომ ეს ორი ძალიან საინტერესო მიგნება არის, რომელიც შემდგომ
ამ სფეროთი დაინტერესებულ ინვესტორებს დაეხმარებათ იმაში, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები აი ამ ძალიან დიდ ღირებულებათა ჯაჭვში, სად შეიძლება რომ დაიწყონ ოპერირება. და აქვე შეჯამების სახით მინდა ნათია ისევ თქვენ დაგიბრუნდეთ, ზოგადად მსგავსი ღონისძიებები თქვენი შეფასებით რატომ არის მნიშვნელოვანი და აი ამ პირველ საერთაშორისო ლოგისტიკის ექსპოს თქვენი აზრით რა გავლენა ექნება ამ სექტორის შემდგომ განვითარებაზე? როგორც უკვე აღინიშნა, ეს არის პირველი საერთაშორისო ექსპო გამოფენა საქართველოში ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით და გარდა იმ შესაძლებლობისა, რაც გუშინ და დღეს ექნებათ აქ წარმოდგენილ კომპანიებს, ეს არის ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობა, ძალიან საინტერესო პანელური დისკუსიები იყო და ეს ეხმარებათ ახალ ინვესტორებსაც, საერთაშორისო ინვესტორებსაც და დარგით დაინტერესებულ ადამიანებსაც, რომ უფრო მეტი სიახლე გაიგონ კონკრეტულად ამ ინდუსტრიის შესახებ. უფრო გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღონ ინდუსტრიაში შემოსვლასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ნამდვილად ამ ინდუსტრიას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, არა მხოლოდ უახლოეს მომავლისთვის, არამედ ზოგადად ძალიან სტაბილური, მზარდი, მდგრადი ტრენდით ხასიათდება. დიდი მადლობა ნათია და აქვე ფორუმი დღეს სრული დღის განმავლობაში გაიმართება და შესაბამისად ვისაც აინტერესებს უფრო მეტი რამ იცოდეს, ველოდებით მათ ექსპოს მე-11 პავილიონში იმისათვის რომ აი ამ საინტერესო ტრენდებსა და ბიგნებებს მოусმინოს. რესან შეჯამების სახით ერთი წინადადებით როგორ შეაჯამებდი აი ამ წამოწყებას, რასაც ლოგისტიკის გამოფენა ქვია? თვითონ ლოგისტიკა და ეს მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ქვეყნისთვის, ყველასთვის ცხადია და შესაბამისად უმნიშვნელოვანესია ასეთი პლატფორმის არსებობა. ეს პლატფორმა ყოველ წელს გვინდა რომ რაღაც ტრადიციად ჩამოყალიბდეს და დაეხმაროს ამ ინდუსტრიას კიდევ უფრო მეტად ამ თავისი როლის წარმოჩენაში და რაც თავარია იმ პრობლემების გადაწყვეტაში, რომელიც დგას ინდუსტრიის წინაშე. ამიტომ დღეს არის ბოლო დღე და მინდა მოუწოდო ყველას, ვინც ჩართულია ექსპორტში, იმპორტში და ზოგადად მისი ღირებულებათა ჯაჭვის ნაწილი არის ლოგისტიკა და ტრანსპორტირება, რომ აუცილებლად მოვიდეს და ნახოს ის ძალიან მაგარი ქართული კომპანიები, რომელიც წარმოადგენილია გამოფენაზე და არა მხოლოდ ქართული. დიდი მადლობა რესან. გიორგი, შეჯამების სახით გიბრუნდები შენ სტუდიაში, როგორც ხედავ, აქ ძალიან საინტერესო ამბები იქნება დღეს მთელი დღის განმავლობაში, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის ჩართული მხარე, ვინც ლოგისტიკის ინდუსტრიას ვინც არის შემხებლობაში ლოგისტიკის ინდუსტრიასთან დაესწროს იმისათვის, რომ აი ეს პლატფორმა ქმნის ძალიან საინტერესო იდეებისა და ბიზნეს იდეების წყაროს. თუნდაც გუშინდელი მთელი დღის დასწრების შედეგად მე პირადადაც მივხვდი თუ რამდენად აუთვისებელი არის ჯერ კიდევ სხვადასხვა მიმართულება ლოგისტიკის ინდუსტრიაში და რამდენად საინტერესო არის ეს ყოველივე როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ამ სექტორის ერთ-ერთი განსხვავება არის ის, რომ დროს აქ გადამწყვეტი ფაქტორი აქვს, შესაბამისად თუ ქვეყანამ ვერ აითვისა ის უპირატესობა, რის წინაშე დღეს დგას, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მატარებელი ჩაივლის და მისი მოbrunება საკმაოდ რთული იქნება. ამიტომ ყველა დაინტერესებულ პირს და კომპანიას ველოდებით დღეს ექსპოში. მადლობა დიდი არაჩვეულებრივი ჩართვისთვის მარიამ ქოიავას, სავის მმართველ პარტნიორს, მადლობა მის სტუმრებს და ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, რესან ქიქავას, ექსპო ჯორჯიას აღმასრულებელ დირექტორს, მოკითხები ნათია გოლიაძეს, სავის დირექტორს და დარწმუნებული ვარ, დღესაც მე-11 პავილიონი შეივსება დაინტერესებული საქმიანი საზოგადოებით ლოგისტიკის ფორუმზე.